კომენტარი 7 ივლისის გასტროლის შემდეგ. ალექსი ახვლედიანი დუმილს არღვევს. იყო ჩვეულებრივი მეგობრული ვახშამი. თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობა. იყო თუ არა ზეწოლა. ვის უნდა ქონოდა ზეწოლა? ვის? მე, მამამის თუ მის სიცოცხლეს. აი ვის? ლოგიკაში ჩდება. მასაჟის ცენტრები თუ ადგილი სექსუალური მომსახურებისთვის. Massage and sex 1 hour time 200 lari. 12 დაკავებული 13 ობიექტზე. მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. ბინაჯდა წილში პროსტიტუციით დაკავებულ ქალებს. მომსახურების პრაის-ლისტი, რომელიც 120 ლარიდან იწყება. დაყადაღებული საბანკო ანგარიშები. კიდევ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. რას მოხმარდა დონორების ფული? აქციის მონაწილეთა აღჭურვა. დაუსაბუთებელი ბრალდება თუ კანონს საწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსება. სამართალდამცავ და წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. ეთერშია კურიერი 9 საათზე ნათია ლაზაშვილთან ერთად. თქვენ უყურებთ კურიერ 9 საათზე. დღეს 27 აგვისტოა. გიყვებით დღის მთავარ თემებს და მოვლენებს საღამშვიდობისა. 7 ივლისის გასტროლის დეტალები თვითმხილველისგან. გლოკის მფლობელი, რომელთაც თორნიკე რიჟვაძემ გულმკერდის არეში ისროლა და ვის სახლშიც თვითმკვლელობას სცადა, თითქმის ორთვიან დუმილს არღვევს. რას ყვება ალექსი ახვლედიანი, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილი დირექტორი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეზე ყველანაირ ზეწოლას გამორიცხავს. ამბობს, რომ საერთოდ არ იცნობს მამუკა მდინარაძეს და შესაბამისად ის ვერ იქნებოდა მისი სტუმარი საგარეჯოში. არასდროს სმენია, რომ რიჟვაძე სუში იყო დაბარებული და აცხადებს, რომ პირს ვისთანაც კითხვები არსებობს, ელჩად არ ნიშნავენ. ალექსი ახვლედიანს, რომელსაც პროკურატურა იარაღის დაუდევრად შენახვას ედავება, 30,000 ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ახლო მეგობარზე მან სწორედ საკუთარი სასამართლო პროცესის დაწყების წინ ისაუბრა. დღესვე ცნობილი გახდა კალიგრაფიული ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც დასტურდება, რომ თორნიკე რიჟვაძის პიჯაკიდან ამოღებული წერილი მისი დაწერილია. აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური თურქეთში რჩება. მისი გამოკითხვა ამ დრომდე არ მომხდარა. შოთა ფალავანდიშვილი მოგუყვება, არის თუ არა ახალი დეტალები სისხლის სამართლის საქმეში, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალი არის ის, რომ კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ დაადგინა თორნიკე რიჟვაძის პიჯაკის ჯიბეში ნაპოვნი წერილის, ასე ვთქვათ, საკითხი და ის ეკუთვნის ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით სწორედ თორნიკე რიჟვაძეს, რაც შეეხება ალექსი ახვლედიანს, თორნიკე რიჟვაძის საქმის მთავარმა მოწმემ დუმილი დღეს მედიასთან დაარღვია. ალექსი ახვლედიანმა დეტალურად გაიხსენა 7 ივლისის დღე და ის პერიპეტიები, რომელიც საგარეჯოში ჩასვლამდე მასა და თორნიკე რიჟვაძეს შორის იყო, მოყვა როგორ დაიგეგმა ოჯახური ვახშამი საგარეჯოში, თქვა ისიც, რომ მთელი ამ დღის განმავლობაში რიჟვაძისთვის რაიმე საეჭვო არ შეუმჩნევია და თავად სუფრად საკმაოდ მშვიდ გარემოში წარიმართა. ერთადერთი რის გამოც შესაძლოა თორნიკე რიჟვაძეს დეპრესია ჰქონოდა, ალექსი ახვლედიანის აზრით არის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციები, რომელიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ მეთაურს უკავშირდებოდა. ალექსი ახვლედიანმა დღეს გამორიცხა ისიც, რომ რიჟვაძეზე რაიმე სახის ზეწოლა ოდესმე ამ დღეების განმავლობაში განხორციელებულა. ჩვენ ვართ ერთ-ერთი უახლოესი მეგობრების გარდა ჩემი ოჯახის წევრები მას მე-4 შვილას მოიხსენიებდნენ და ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა ყოველთვის. ალექსი ახვლედიანმა დღეს კამერებთან საგარეჯოში მომხდართან დაკავშირებით პირველად ისაუბრა. სახლი, სადაც თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობას სცადა, სწორედ ახვლედიანის საკუთრებაშია. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილმა დირექტორმა დღეს 7 ივლისს განვითარებული მოვლენები დეტალურად გაიხსენა. ყოფილი მაღალჩინოსანი ყვება, რომ იმ დღეს მასთან სახლში, სადაც რიჟვაძე ადრეც ხშირი სტუმარი იყო, ის ორ ადგილობრივ მეგობართან, თორნიკე რიჟვაძესთან, მის მამასთან და სიძესთან ერთად იმყოფებოდა. ვახშამი კი ტრადიციულად მეგობრულ გარემოში წარიმართა. 6 საათზე გავუარეთ, როგორც ჩემთან, ჩემმა მზღოლმა წავედი ჩვენ საგარეჯოში. გზიდან დაურეკე ჩემს ორ ადგილობრივ მეგობარს, რომ ერთ უთხარი რომ ვინო მოეტანა, მეორეს უთხარი რომ საკვები შეეკვეთა, სახლში დაურეკე ჩემს დამხმარე ქალბატონს და როგორც ხდება, ჩავედით, ვიმყოფებოდით.   მე, ჩემი შვილი, უმცროსი შვილი, 2 და 3 წლის 2 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 წლის 2
ჩემი ორი ადგილობრივი ბავშვობის მეგობარი, დამხმარე ქალბატონი ჩემი და მძღოლი. დაახლოებით 1 საათში, საათნახევარში შემოგვიერთდა თორნიკეს მამა, ბატონი დავითი და მისი სიძე დისკმარი დავითი. და იყო ჩვეულებრივი მეგობრული ვახშამი. ყოფილმა მაღალჩინოსანმა გაიხსენა ისიც, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მეთაურს თანამდებობიდან წასვლა ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ ჰქონდა გადაწყვეტილი. ახვლედიანის თქმით, რიჯვაძეს დიპლომატიურ სამსახურში გადასვლა სურდა. ამის შესახებ საქმის კურსში ქვეყნის პრემიერ-მინისტრიც იყო. ბოლო წელიწად ნახევარი თვითონ თორნიკე არაერთხელ ამბობდა, რომ ის უნდა წასულიყო ამ თანამდებობიდან, იმიტომ რომ ის თვლიდა, რომ 7 წელი ძალიან ბევრი იყო მისი იქ ყოფნისთვის, როგორც მისთვის, ასევე რეგიონისთვისაც. ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, რომ თავის საქმიანობა გაეგრძელებია დიპლომატიური მიმართულებით. როდესაც მისი განთავისუფლება მოხდა, რამოდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგზელებია მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა, რომ არის ვაკანსია და თუ იქნებოდა შესაძლებელი, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში. რაზეც მან მიიღო თანხმობა. გავრცელებულ ინფორმაციას სავარაუდო ზეწოლაზე რიჯვაძის საქმის მთავარი მოწმე აბსურდულს უწოდებს. ახვლედიანის თქმით, გასროლამდე ერთი კვირით ადრე აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაური მიუნხენში მასთან და ოჯახის წევრებთან ერთად იმყოფებოდა. თავისუფლად გადაადგილდებოდა და არანაირი შეხება სამართალდამცავ უწყებებთან არ ჰქონია. რიჯვაძის ახლო მეგობარი ამტკიცებს, რომ ის ყველაზე სენსიტიურად და ძიმედ სოციალურ ქსელში მის მიმართ გამოთქმულ მოსაზრებებს აღიქვამდა. ვის უნდა ქონოდა ზეწოლა? ვის? მე მამამის თუ მის სიძეს. აი ვის? მოდით მე ახლა გეტყვით ერთ რამეს. ადამიანთან, რომელთანაც აქვს კითხვები, რომელთანაც აქვს ზეწოლა, ხვდებით? ანუ მას უპირებენ ელჩობას. ჩვენ ამ შემთხვევამდე რამოდენიმე დღით ადრე დაახლოებით შეიძლება ერთი კვირით ადრე ვიმყოფებოდით გერმანიაში. მას აქვს ერთი თვალის პრობლემა, ხვდებით და ერთი თვალის პრობლემა და მე და მაგდა წავყევით გამოკვლევაზე მიუნხენში. ანუ კაცს ავიწროვებდნენ, ზეწოლის ქვეშ იყო და გამოსვლა ჰქონდა ოჯახთან ერთად თავისუფალი, აი ლოგიკაში ჯდება. კიდევ ერთი დეტალი, რომელზეც დღეს ალექსი ახვლედიანმა ისაუბრა ლევან ხაბეიშვილის მიერ გავრცელებული ინფორმაციაა, თითქოს საგარეჯოში მამუკა დინარაძეც იმყოფებოდა. ახვლედიანის თქმით, ეს სრული სიცრუეა და მეტიც ის განმარტავს, რომ დინარაძესთან ურთიერთობაც არ ჰქონია. ჩემდა სამწუხაროდ და მე როგორც ბატონი მამუკას ბიოგრაფია წავიკითხე, ჩვენ ერთ პერიოდში გვიმუშავია შინაგან საქმეთა სამინისტროშიც. ბატონი მამუკა დინარაძეს მე არ ვიცნობ და საერთოდ აი ერთ სივრცეშიც არ ვართ არასდროს ნამყოფ. ბატონ მამუკას არც დღემდე არ შევხვედრივარ. თვალით საერთოდ არ მყავს. ნანახი და სამწუხაროდ არ ვიცნობ ამ ადამიანს. შესაბამისად არც ყოფილა. ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი დღეს 40 წუთს გაგრძელდა. დაცვის მხარე ამტკიცებს, რომ რიჯვაძე ახვლედიანის იარაღს და უგეგმავი დაუდევრობის გამო დაეუფლა. ადვოკატისა და პროკურორის თქმით, კალიგრაფიულმა ექსპერტიზამ რიჯვაძის პიჯაკში აღმოჩენილ წერილში მისი ხელწერა დაადასტურა. დაცვის მხარე საქმის შეწყვეტას ითხოვს. პროკურატურა კი არსებითი განხილვის პროცესის პარალელურად საგამოძიებო მოქმედების გაგრძელებას აანონსებს. ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ წერილი დაწერილია ბატონი რიჯვაძის მიერ, რაც მნიშვნელოვანია, დარჩენი იმაზე მეც ვერაფერს ვერ გეტყვით, რაც უკვე გითხარით. სულ რამოდენიმე წამით დატოვა ადამიანმა თავისი ხელჩანთაში იყო მოთავსებული ცეცხლსასროლი იარაღი და შევიდა აბაზანაში ხელის დასაბანად. ეხა აბაზანაში არ წაიღებდა იმ ჩანთას და მეთანხმებით ხო ელემენტარულია. აი ეს თუ ჩაითვლება დაუდევრად შენახვად, ნახოთ ამას არსებით განხილვაზე ვიმჯერებთ. სისხლსამართლ საქმეზე მოპოვებულია კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილია, რომ წერილი შესრულებულია თორნიკე რიჯვაძის მიერ. სისხლსამართლ საქმეზე ასევე დანიშნულია არაერთი სხვადასხვა ექსპერტიზა, გამოკითხულია მისი არაერთი მეგობარი, მათ შორის ოჯახის წევრები, რომლებიც მიუთითებენ, რომ მის მიმართ აგორებული იყო შავი პიარი, რამაც განაპირობა მისი დეპრესიული მდგომარეობა.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილმა თავმჯდომარემ სავარაუდოდ თვითმკვლელობა საგარეჯოში 7 ივლისს სცადა. ამჟამად თორნიკე რიჟვაძე მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს თურქეთში გადის. მხოლოდ ნაღდი ფულის სექსუალური მომსახურება 120 ლარად, სექსი და მასაჟი ერთად 200 ლარი. პრაის-ლისტის მიღმა შესაძლებელი იყო ფასდაკლებაც. ქალებს წილს შეეждნენ ეგრეთ წოდებული მასაჟის ცენტრების მენეჯერები და ადმინისტრატორები. პროსტიტუციის ხელშეწყობასა და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის ამჯერად თბილისის ცენტრში დალუქულია 13 ობიექტი. მათი დიდი ნაწილი აღმაშენებლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა. 12 დაკავებულიდან უმეტესობა ჩინეთის მოქალაქეა, თუმცა პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის დაკავებულია ქართველი მომღერალიც, რომელიც ქალებს კლიენტების მოძიებაში ეხმარებოდა. ბრალდებულების სასამართლო პროცესი ხვალვე გაიმართება. უკვე დადგენილია, რომ დალუქული ობიექტების ძირითადი შემოსავალი პროსტიტუციის შედეგად მიღებული თანხა იყო. ნახოთ რა ისმის ფარულ ვიდეო ჩანაწერებში, სადაც კლიენტებს მომსახურების ფასებს აცნობენ. One hour money. Yeah. 120 ლარი. Yeah. რა შედის? 120 ლარის სანაცვლოდ კლიენტს სექსუალურ მომსახურებას მასაჟის ცენტრში სთავაზობდნენ. კადრები მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ ობიექტზეა გადაღებული. 160 100. Massage. ეს ჩანაწერი მხოლოდ მცირე ნაწილია იმ ფარული მასალის, რომელიც დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაასაჯაროვა. კადრებში კარგად ჩანს სქემა, რომლითაც პროსტიტუციის ხელშემწყობი პირები მოქმედებდნენ. It's full packet, everything, massage and sex, 200 lari. Last price 150. 150. Yes. With sex, massage. Сколько стоит одно другое? Only service, massage and sex, 20 lari additional. Massage and sex 1 hour time 200 lari. Okay. And 40 minutes 120 lari. ირკვევა, რომ მასაჟის სალონში მისულ მამაკაცებს ადმინისტრატორი ხვდებოდა, რომელიც სექსუალური მომსახურების პირობებს და ფასებს აცნობდა. გადახდა მხოლოდ ნაღდი ფულით იყო შესაძლებელი. სარათი გადავიხდი. ფული მარტო? სექსი. Yes. მასაჟი. სექსი. Wanapele asilani. Чуда. მარტო მასაჟია? Massage says 120 lari. Massage, sex. Yes. Asilani. კურიერმა დაკავებულების ვინაობაც გაარკვია. ერთ-ერთი მომღერალია ხატია წერეთელის სახელით ცნობილი ირმა კურტანიძე პოლიციამ გამთენიისას აიყვანა. მას ბრალად ედება პროსტიტუციის ხელშეწყობა. მომღერალი სავარაუდოდ გამოძიების მიერ გავრცელებულ ფარულ კადრებშიც ჩანს, სადაც ის სექსუალური მომსახურებისთვის მისულ კლიენტს თანხაზე ესაუბრება. And also sex. That's why I come in here. I will be naked. Don't worry. Give me money I go. They don't want to know how much they do. დაკავებულ მომღერალს ყავს ადვოკატი, რომელიც ჯერ საქმის დეტალებზე საუბარს ერიდება. საქართველოს მოქალაქეების გარდა დაკავებულებს შორის არიან ჩინეთის მოქალაქეებიც. ნაწილი მათგანი ამ დროისთვის დუმილის უფლებას იყენებს. შემოდაცქვეს ყოფნა დუმილის უფლება გამოიყენა ამ ეტაპზე გარკვეულწილად. რაღაც გარემოებებს თვითონაც ადასტურებს, მაგრამ აქ საკითხს იმაზე დანაშაული არის თუ არა საერთოდ ეს და სწორედ ამ კუთხით გვექნება ჩვენ დავა. პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემისთვის დაკავებულია 12 პირი, დალუქულია 13 ობიექტი, ამოღებულია თანხაც. ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროში სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა გენერალურ პროკურატურასთან ერთად ბოლო 24 საათში თბილისსა და სამეგრელოს რეგიონში მოსამართლის განჩინების საფუძველზე კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით 12 პირი დააკავეს და 13 ობიექტი დახურეს. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთის მოქალაქეები. აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ობიექტების მენეჯერები და ადმინისტრატორები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალებს სისტემატურად ხელს უწყობდნენ. კერძოდ, მათ თბილისში მარჯანიშვილის, აღმაშენებლის, დადიანისა და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე
მდებარე ობიექტებში ფართებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ გადასცემდნენ. კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ. სანაცვლოდ კი ისინი ბრალდებულებს სექსუალური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული ანაზღაურებიდან თანხას უხდიდნენ. ასევე დგინდება, რომ აღნიშნული ობიექტების ძირითადად შემოსავალს პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული თანხა წარმოადგენდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ჩხრეკის შედეგად სავარაუდოდ პროსტიტუციის ხელშეწყობის შედეგად მიღებული ფული ნივთკიცებად ამოიღეს. მარჯანიშვილის აღმაშენებლის დადიანის და წინამძღვრიშვილის ქუჩებზე დაკავების ღონისძიებები გამთენიისას ჩატარდა. 12 პირს დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 4 წლამდე პატიმრობა ემუქრება. სამართლიანი არჩევნები იგივე ისფედი, სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, იმავე სოროსის ფონდი, IDFI, საფარი, სულ 7 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც დღეს პროკურატურის შუამდგომლობით საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. გამოძიება აცხადებს, რომ ამ NGO-ებმა მიღებული ფინანსების მნიშვნელოვანი ნაწილი, ანუ დონორების ფული, კანონსაწინააღმდეგო ქმედებების დაფინანსებას მოახმარეს. საქმე ეხება პოლიციის წინააღმდეგ ძალადობრივი ქმედებების დროს აქციის მონაწილეთა სპეცსაშუალებებით აღჭურვას. მათ შორის არის არწინაღები, დამცავი სათვალეები, სახის დასაფარი ნიღბები და წიწაკის სპრეი. NGO-ები, რომლებიც დღეიდან ფინანსურ ტრანზაქციებს ვეღარ ახორციელებენ, ამტკიცება, რომ ეს დაუსაბუთებელი ბრალდებაა, თუმცა ისფედის ხელმძღვანელმა დღეს აღიარა, რომ დონორების ფულით საკუთარი თანამშრომლებისთვის აირწინაღები იყიდა. 7-ვე არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ყადაღის მიუხედავად ისინი არ შეწყვეტენ თავიანთ საქმიანობას. ხელისუფლება კი ამტკიცებს, რომ NGO-ები ჩართული იყვნენ კოორდინირებულ ქმედებაში, რომლის მიზანიც იყო სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და ჩამოშლა. ძალადობრივი ქმედებების განმახორციელებელი აქციის მონაწილეთა სპეციალური საშუალებებით აღჭურვა კოორდინირებულად ხდებოდა მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციების სახსრებით. აირწინაღები, დამცავი სათვალეები, პირბადეები, სახის დასაფარი ნიღბები და წიწაკის სპრეი. ამ საპროტესტო ინვენტარის შეძენისა და მასობრივ დაუმორჩილებლობაზე მოწოდებების გამო პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშები დღეს სასამართლო განჩინების საფუძველზე დაუყადაღა. საუბარია გასულ წელს საკანონმდებლო ორგანოსა და სხვადასხვა ტერიტორიაზე გამართულ აქციებზე, რომელმაც საგამოძიებო უწყების ინფორმაციით მოკლე პერიოდში ძალადობრივი ხასიათი მიიღო და კანონით დადგენილ ფარგლებს გაცდა. არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელების მოწოდებებმა მასობრივ დაუმორჩილებლობასა და საყოველთაო წინააღმდეგობაზე საპროტესტო აქციები ეტაპობრივად გადაზარდა საპოლიციო ძალებთან დაპირისპირებაში, რასაც მიზანმიმართული ხასიათი ჰქონდა. შედეგად ძალადობრივმა ჯგუფებმა სამართალდამცავი უწყების ათეულობით თანამშრომლებს ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. ადგილი ჰქონდა პიროტექნიკის, ადვილად დაალებადი და ცეცხლგამჩელი ნივთიერებების, მათ შორის ეგრეთ წოდებული მოლოტოვის კოქტეილების გამოყენებას. გამოძიებით დადგინდა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ფონდი, სამართლიანი არჩევნები, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, დემოკრატიის მცველები, დემოკრატიული ინიციატივა, საფარი და სოციალური სამართლიანობის ცენტრი საპროტესტო ინვენტარის შეძენის გარდა აქციის მონაწილეებს ჯარიმებსაც უხდიდნენ, მათ ოჯახის წევრებს კი ფინანსურად ეხმარებოდნენ. მათი ორგანიზაციული და ფინანსური საქმიანობა სრულად იყო მიმართული ძალადობრივ ქმედებაში ჩართული პირების და მათი ოჯახის წევრებისთვის ფინანსური მფარველობის უზრუნველსაყოფად. საბოლოოდ კოორდინირებული მოქმედებას უნდა გამოეწვია სამართალდამცავი უწყებების დასუსტება და მათი ნორმალური ფუნქციონირების მოშლა. ამ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების გამო საგამოძიებო უწყება მიიჩნევს, რომ 7 ორგანიზაციამ წესდება დაარღვია. დღის ბოლოს საგანგებო ბრიფინგი გამართეს თავად არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ანგარიშების დაყადაღება მათ დევნად შეაფასეს. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ყადაღის რეპრესიების და მუქარების მიუხედავად ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებთ შრომას. სრული გამჭვირვალობისთვის ვიტყვი, რომ საკუთარი თანამშრომლებისთვის 30-მდე აირწინაღი და სათვალე ვიყიდეთ. ვინაიდან თანამშრომლების ნაწილი აქციებში რიგით დემონსტრანტად მონაწილეობდა. არავის გვინდოდა ეს ხალხი მოწამლულიყო იმ მხუთავი გაზითა და სპეციალური საშუალებებით, რასაც პოლიცია იყენებდა. აქციის მონაწილეების ფინანსური და სამართლებრივი დახმარების შესახებ კონკრეტული ორგანიზაციების წარმომადგენლები ღიად საუბრობდნენ სხვადასხვა მედიაში. არქივი ინახავს მათ მოწოდებებს წინააღმდეგობის გაწევასთან დაკავშირებითაც. ჩვენ უკვე გავხარჯეთ 100,000 ლარი ჯარიმებზე. თითოეულ დგომას რუსთაველის გამზირზე აქვს ძალიან ხელშესახები შედეგები. იურისტების ჯგუფი გვაქვს და ვცდილობთ ყველა დავიცვათ.
ამ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსური ტრანზაქციების შესწავლა საგამოძიებო უწყებამ ერთიანი ნეიტრალური საქართველოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. საზოგადოებრივი მოძრაობა პროკურატურაში შეტანილი განცხადებით ჯაშუშური ქსელის გამოვლენას ითხოვს, ვინც მათი თქმით უცხოური დაკვეთით ხელისუფლების ზალადობრივი გზით შეცვლას ცდილობდა. ქვეყნის შიგნით მოქმედი აგენტურული ქსელის მეშვეობით ხორციელდებოდა არჩეული ხელისუფლების დამხობის მცდელობა. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ სათავემდე მივიდეთ, იმიტომ რომ ხომ არ არის დაფარული ვინ დგას ამის უკან. ეს არის ევროკავშირი, ხო, ევროპული ფონდები, მათი სახელით შემოდიოდა უკონტროლო ფული, რომელიც ხმარდებოდა დესტაბილიზაციას. ოპოზიციაში ამტკიცებენ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს კანონსაწინააღმდეგო არაფერი ჩაუდენიათ. მათი ანგარიშების დაყადაღება კი NGO სექტორზე ზეწოლად შეაფასეს. მესამე სექტორის მიმართ დევნას აღვიქვავთ როგორც საქართველოში დემოკრატიის დასამარების მცდელობას. პროკურატურამ არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ დაიწყო ზუსტად იმ რეპრესიული ზომების გატარება, რასთან დაკავშირებითაც გუშინ გააფრთხილეს, რომ არ მომხდარიყო. ნოემბრის აქციები და არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებები შეახსენეს დღეს ოპონენტებს მმართველი გუნდიდან. ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ NGO სექტორის ცალკეული წარმომადგენლების მიზანი ქვეყანაში არეულობის და დესტაბილიზაციის მოწყობა იყო. ნოემბრის აქციებთან დაკავშირებით თუ გადავხედავთ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები, როდესაც ეს მდიდარი NGO-ები ერთის მხრივ აფინანსებდნენ თავიანთ აქტივისტებს იმისათვის, რომ მეტი ძალადობა ყოფილიყო. რა თქმა უნდა, აქ იკვეთება საბოტაჟის მცდელობა და შესაბამისად პროკურატურა ყველაფერზე პასუხს გაცემს. ფინანსები გამოყენებული იქნა იმ რადიკალური აქციების დროს, რომელსაც მოყვა შეჯახებები და უამრავი დარღვევა, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული რევოლუციურ სცენართან. გენერალურმა პროკურატურამ 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშების საბოტაჟისა და მტრულ საქმიანობაში დახმარების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააყადაღა. დღეიდან ეს ორგანიზაციები ტრანზაქციებს ვეღარ ასრულებენ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი მესამე სექტორს უცხოური მხარდაჭერის მიღებაში უშლის ხელს. საზოგადოებას ზიანს აყენებს, ჯარიმები კი გადაჭარბებულია. ევროსაბჭოს ექსპერტები საქართველოსგან ამერიკული ფარას ანალოგის ქართული ფარას გაუქმებას ითხოვენ. ეს ევროსაბჭოს დასკვნა არ არის ციტატა დოკუმენტიდან. ამ ნაშრომში გამოთქმული მოსაზრებები ავტორების პასუხისმგებლობაა და არ ასახავს ევროპის საბჭოს ოფიციალურ პოლიტიკას. მაშინ ვის პოლიტიკას ასახავს გუშინ გამოქვეყნებული მოსაზრება? ერთი დეტალი. მიხეილ სააკაშვილის საქართველოს წინააღმდეგ ყველას ახსოვს ეს არჩელი, რომელიც საქართველოს ექს-პრეზიდენტმა საქართველოს წინააღმდეგ სტრასბურგში შეიტანა. ამ საქმეში სააკაშვილის ადვოკატი იყო ჯერემი მაგბრაიდი, რომელიც დღეს იმ ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელია, ვინც ქართული ფარას გაუქმება მოითხოვა. ეს კანონი არ უნდა გაუქმდეს. ქართული ოცნებისთვის ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფის მიერ გამოქვეყნებული მოსაზრება არგუმენტაციას მოკლებულია. აცხადებენ, რომ გაზაფხულზე მიღებული კანონი ამერიკული ფარას ანალოგია და მისი გაუქმების საჭიროებას ვერ ხედავენ. ქართული ოცნება აქცენტს იმაზეც აკეთებს, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით მხოლოდ ექსპერტთა ჯგუფის მოსაზრებაა გამოქვეყნებული და ის ევროსაბჭოს დასკვნას არ წარმოადგენს. მმართველი გუნდი დაინტერესებული პირების მხრიდან მიზან მიმართულ დეზინფორმაციის გავრცელებაზე საუბრობს. თუკი ჩვენ ლაპარაკობთ სამართლიანობაზე, ჩვენს მიმართ დამოკიდებულების სამართლიანობაზე, რასაკვირველია, თავარი თემა არის თითო მაგალითი იმისა, თუ როგორ მოქმედებენ არასამთავრობო ორგანიზაციები, მაგალითად დასავლეთ ევროპის ან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. გამორიცხულია, რომ რომელიმე თავის შემოსავალი და პროგრამის ხასიათი და შინაარსი დამალოს. საქართველოში გეუნებიან პირდაპირ, რომ შენ არ უნდა მოითხოვო ინფორმაცია, რა თანხით ფინანსდება ექსტრემიზმი და თუ კი ეს ექსტრემიზმი აი ამ თანხების დახმარებით ხორციელდება, შენ ამასთან დაკავშირებით უნდა იყო ჩუმად. უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტთან დაკავშირებით ევროსაბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა მოსაზრება გუშინ გამოაქვეყნა. მათ მიაჩნიათ, რომ კანონი გასაუქმებელია. ექსპერტების შეფასებით უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტი სამოქალაქო საზოგადოებას ზიანს აყენებს. დებულებები მესამე სექტორს უცხოური მხარდაჭერის მიღებაში უშლის ხელს. ჯარიმები კი გადაჭარბებულია. მმართველი პარტიისთვის მოსაზრება მიკერძოებულია. მიზეზი კი ექსპერტთა ჯგუფის ხელმძღვანელის წარსულია. ჯერემი მაგბრაიდი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. სწორედ მაგბრაიდი იყო მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის წარმომადგენელი დავაში, რომელიც სააკაშვილმა სტრასბურგში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დაიწყო.
რატო გვიკვირს, როდესაც ჩვენ საზღვარგარეთ უცხოეთიდან რაიმე ცრუ ნარატივის, რაიმე ორმაგი სტანდარტის, სტანდარტობის, ცილის წამების, უტიფრობის, ტყუილის, სიცრუის და ყველაფერის რაც ანტიდემოკრატიულის ავტორად გვევლინება რომელიმე სახელი და გვარი, რომელიც პირდაპირ არის აფერილებული ნაციონალურ მოძრაობასთან ბატონ სააკაშვილთან. მოსაზრების ერთ-ერთი ავტორის წარსული უმნიშვნელოა ოპოზიციისა და მესამე სექტორისთვის. ხელისუფლების ოპონენტებისთვის მთავარია, რომ კანონი გაუქმდეს. ევროსაბჭოს სამართლის ექსპერტთა საბჭოს მნიშვნელოვანი დასკვნა ძალიან ღიად ამბობს, რომ აგენტების კანონი არ შეესაბამება ევროპულ სულისკვეთებას და წინააღმდეგობაში მოდის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ არაერთ უფლებასთან. დასკვნა ღიად ამბობს, რომ არ არის ცხადი და მეტიც გაუგებარია ამ კანონის საჭიროება და მიზნობრიობა. ევროკავშირში ჩვენს ევროპულ პარტნიორებში არსებობს ჩამოყალიბებული მოსაზრება, რომ ეგრეთ წოდებული რუსული კანონი სრულ წინააღმდეგობაში მოდის ევროპულ კანონმდებლობასთან, ადამიანის უფლებებთან, რაც ევროპული სამყაროს ნამდვილი ფუნდამენტია. ამ დასკვნაში პირდაპირ საუბარია იმაზე, რომ ეს კანონი უნდა გაუქმდეს და მანამდე თავი უნდა იქნას შეკავებული მისი აღსრულებისგან, იმიტომ რომ როგორც გითხარით, 8 ინდივიდუალური საფუძველი აქვს ჩამოთვლილი ამ დასკვნას, რატო არის ეს შეუთავსებელი ძირითად უფლებებთან. ამის გარდა საუბარია იმაზე, რომ ცალკე თვითონ შესაზღუდად გამოყენებული კანონი არის ბუნდოვანი და ფართო, რაც ადამიანის უფლებების შესაზღუდად ესეთი რამ არ შეიძლება რომ არსებობდეს და დამატებით მითითებულია კიდევ ის, რომ თვითონ აქტს არანაირი ლეგიტიმური მიზანი არ აქვს. არასამთავრობო სექტორს და ოპოზიციას კანონის ლეგიტიმური მიზნები მართლმა პარტიამ დღეს კიდევ ერთხელ შეახსენა. თქვენს რომ ფინანსური გამჭვირვალობა აუცილებელია და არავის ექნება შესაძლებლობა ფარული მიზნებით ქვეყნის ინტერესები დააზიანოს. ვიღაცებს გარე აქტორებს, რა თქმა უნდა, არ აწყობთ ის, რომ გამჭვირვალე იყოს ის ფული, რა ფულიც ტრიალებს დიდარი NGO-ების ხელში, ვინაიდან ეს დიდარი NGO-ები სწორედ ამ გარე აქტორებისთვის არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომ ქვეყანაში მოახდინონ რაღაცა ქაოსი, გაზარდონ პოლარიზაცია, დაგეგმონ რაღაცა რევოლუციური სცენარები. ამერიკული ფარას ანალოგი კანონი პარლამენტმა გაზაფხულზე მიიღო. კიდევ ერთი ქვეყანა, ვინც უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება და კიდევ ერთი მაღალჩინოსანი, რომელსაც მეზობელ ქვეყანასთან პრეტენზიები აქვს. პრეზიდენტის შემდეგ უკვე თავდაცვის მინისტრი ვარშავა კიევს ამჯერად მეორე მსოფლიო ომის დროინდელ მოვლენებს უხსენებს და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის პირობებს უყენებს. თუ უკრაინა არ აღიარებს ვოლინის გენოციდს, მას ევროკავშირში შესვლის შანსი არ ექნება. აცხადებს ვლადისლავ კოსინია კამიში, რომელიც პირობას დებს, რომ მრავალწლიანი დავის მოგვარებამდე პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს. პოლონეთი უკრაინაში არც სამხედროების გაგზავნას არ აპირებს, იმის მიუხედავად თუ უსაფრთხოების რა გარანტიებზე შეთანხმდება ევროპა. პოლონეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას დაბლოკავს, მანამ სანამ ვოლინის ტრაგედიის შესახებ დავა არ მოგვარდება. ვარშავამ კიევს ულტიმატუმი უკვე წაუყენა. პრობლემების თავიდან ასარიდებლად უკრაინამ უნდა აღიაროს, რომ 1943-1944 წლებში ეთნიკურ უმცირესობებს გენოციდი მოუწყო. წინააღმდეგ შემთხვევაში უნგრეთისა და სლოვაკეთის ვეტოს პოლონეთიც შეუერთდება და უკრაინას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე კიდევ ერთი დაბრკოლება შეხვდება. თუ უკრაინა არ აღიარებს ვოლინის გენოციდს, თუ არ იქნება ექსჰუმაცია, თუ დაღუპულების ხსოვნას პატივს არ მიაგებენ, უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების შანსი არ ექნება. პოლონეთის მოთხოვნები ამით არ სრულდება. უკრაინამ უკრაინელი ჟურნალისტის მიერ გაკეთებული შეურაცხმყოფელი განცხადებისთვისაც უნდა მოიხადოს ბოდიში. ვიტალი მაზურენკომ, რომელიც უკვე წლებია პოლონეთში ცხოვრობს, პირდაპირ ეთერში კაროლ ნავროცკი ციხის კრიმინალურ ავტორიტეტს შეადარა და პოლონურ მედიას ბრალი ანტიუკრაინულ პროპაგანდაში დასდო. პრეზიდენტის დაკნინების გამო ჟურნალისტს ქვეყნის ყოფილმა მაღალჩინოსანმა ერთი მარტივი რჩევა მისცა. მაზურენკომ სასწრაფოდ უნდა გადაგვიხადოს მადლობა სტუმართმოყვარეობისთვის და ფრონტზე წავიდეს, რათა საკუთარ სამშობლოს გვერდში დაუდგეს. მეზობლებთან ურთიერთობის დალაგების პარალელურად ახლა კიევის მთავარ ამოცანას ვლადიმერ პუტინისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის დაორგანიზება წარმოადგენს. რუსეთის პრეზიდენტი უკვე 2 კვირაა უკრაინელ კოლეგას პასუხს არ სცემს. კრემლში ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მოლაპარაკებებამდე მხარეებმა ხანგრძლივი მოსამზადებელი პროცესი უნდა გაიარონ.
შეხვედრის ზუსტი თარიღების დასახელება ჯერ არ შეგვიძლია. ეს სამუშაო მიმდინარეობს და ჩვენ გვჯერა, რომ ის უნდა გაგრძელდეს, რადგან ლიდერების შეხვედრა პროდუქტიული იყოს. სანამ მოსკოვში შესაძლო შეხვედრის პროდუქტიულობაზე მსჯელობენ, წამზომს რთავს ვაშინგტონი. შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამბობს, რომ უკრაინისა და რუსეთის ლიდერები მოლაპარაკების მაგიდას უმოკლეს ვადაში უნდა მიუსხდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში დონალდ ტრამპი მკაცრი ზომების მიღებას არ გამორიცხავს. მინდა რომ შეთანხმება შედგეს, თუ ეს არ მოხდება, მაშინ გამოვიყენებ ეკონომიკურ სანქციებს. ბუნებრივია, მსოფლიო ომში არ ჩავერთვები, თუმცა თუ მშვიდობა არ მიიღწევა, ეს ეკონომიკურ ომში გადაიზრდება, რაც ცუდია ყველასათვის, განსაკუთრებით რუსეთისთვის. იცით, ზელენსკიც არ არის სრულად უდანაშაულო, ვინაიდან ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება. კვლავ რუსეთზე ზეწოლის გაძლიერებასა და ახალი სანქციების დაწესებას ითხოვს უკრაინის პრეზიდენტი. ჩვენი მხრიდან ყველაფერი მაქსიმალურად მზად იქნება ომის დასასრულებლად. მნიშვნელოვანია, რომ პარტნიორებმა დაადასტურონ ეს. შემდეგ კი ყველაფერი დამოკიდებული იქნება მხოლოდ მსოფლიო ლიდერების, პირველ რიგში ამერიკის შეერთებული შტატების ნებაზე. მოახდინონ ზეწოლა რუსეთზე. რუსეთი ექსკლუზიურად გვაძლევს სიგნალებს, რომ ის კვლავაც აპირებს რეალური მოლაპარაკებების არიდებას. რუსეთთან საომარი მოქმედებების ფონზე უკრაინას ურთიერთობა მეზობელ სახელმწიფოებთანაც ეძაბება, რაც ომში მყოფი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. ჩვენ მოლდოვაში უპრეცედენტო რაოდენობის ფული გაუგზავნეთ, აცხადებს USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომელიც რუსი პრანკერების მახეში გაება. სამანტა პაუერი ამბობს, რომ მაია სანდუს მმართველობისთვის $10 მილიონი ჩაიდო და თანხები კიშინოვში უფრო დიდი ხნის განმავლობაში იგზავნებოდა ვიდრე კიევში. პაუერმა შეშფოთება გამოთქვა ტრამპის პოლიტიკის გამოცდა ამ ფონზე ევროპელ მოკავშირეებს გააქტიურებისკენ მოუწოდა. USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებები ქართული ოცნებისთვის კიდევ ერთი დასტურია, რომ ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერეოდა. მართლ პარტიას აინტერესებს, რატომ გრძელდება საქართველოს მიმართ უსამართლო დამოკიდებულება და რატომ დუმს საელჩო იმ ფონზე, როდესაც ტრამპის ადმინისტრაციის და საქართველოს ხელისუფლების შეხედულებები თანხვედრაშია. Мы сделали беспрецедентную программу USAID. ჩვენ მოლდოვაში უპრეცედენტო რაოდენობის ფული გავგზავნეთ და უპრეცედენტო ინვესტიციები განვახორციელეთ. მე ახლა ზუსტად ციფრები არ მახსოვს, მაგრამ უკრაინისა და მოლდოვისთვის დამატებითი თანხები ყოველთვის $10 მილიონ შეადგენდა. ეს $10 მილიონი მოლდოვაში დიდი ხნის განმავლობაში იგზავნებოდა იმაზე ხანგრძლივი პერიოდით, ვიდრე უკრაინაში. ყველა ფულადი ნაკადი შეჩერდა, როცა ტრამპი ხელისუფლებაში მოვიდა. ახლა ის მოლდოვის საქმეებში არ ერევა და სანამ ტრამპი არ ერევა, ევროპა ხდება გაცილებით მნიშვნელოვანი. მაკრონმა და ფონ დერ ლაიენმა ამ სფეროში უფრო აქტიურად უნდა იმუშაონ. ბოლო დროს სანდუმ ძლივს გაართვა თავი, რაზეც ძალიან ვნერვიულობ. ხედავთ ჩვეულებრივ პირდაპირ გაშიფრულ სქემას ამ ქალბატონისგან, თუ რეალურად როგორ ხმარდებოდა ის თანხები არაპროფილურად რეალურად პროქსი სახელმწიფოებში ხელისუფლების შენარჩუნებას, რომლის მაგალითიც ახლა მოლდოვა ყავს მოყვანილი მაგალითად, ან როგორ ხმარდებოდა ეს თანხები არასასურველი ხელისუფლებების ჩამოშორებას. რა ვხედავ დღეს დუმილს და გვიჩნდება კითხვა. ჩვენ მართულ გუნდს საზოგადოების უდიდეს ნაწილს საქართველოში, რომ რა ხდება ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით და რატო გრძელდება ჩვენ ქვეყანაში იგივე უსამართლო დამოკიდებულება, იგივე ბინძური მიდგომები, როგორც ბინძური მიდგომებსაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით, უკვე თვითლუსტრაციით და აღიარებით და პირდაპირ გაშიფრულ სქემებზეა საუბარი, რატომ ხდება იგივე მიდგომები, რატომ გრძელდება იგივე მიდგომები ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით. ყველაზე მთავარი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოდან, თუნდაც არ ვამბობ არაფერს განცხადებაზე, რატომ გვესმის დუმილი, რომელიც ხშირ შემთხვევაში და აი ამ კონკრეტულ შემთხვევაში და აი ამ კონკრეტულ გლობალურ შემთხვევებში, რომელიც ესე ვთქვათ იმართებოდა ამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი დონორი ორგანიზაციის მხრიდან, აი ეს დუმილი, რაც გვესმის საელჩოსგან, არის უფრო მრავლის მეტყველი, ვიდრე რაიმე განცხადება. კასპი ქარელი ხაშური ამჯერად შიდა ქართული ოცნების მერობის კანდიდატები აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიაში არიან. თვითმმართველობის არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში ისინი ამ მომრჩევალ რეგიონებში დაგეგმილ სამომავლო პროექტებზე ესაუბრებიან. მმართველმა გუნდმა კასპსა და ქარელში მოქმედი მერები ვახტანგ მაისურაძე და ზაზა გულიაშვილი წარადგინა. ხაშურში კი პაატა ჩადუნელი დაასახელეს, რომელიც ახალი სახეა.
ერთ ტერიტორიულ ერთეულში 3 ახალი საბავშვო ბაღი გაკეთდა. კასპის მოქმედმა მერმა ადგილობრივებს ახლად გახსნილი ბაღი დაათვალიერებინა. ვახტანგ მაისურაძე, რომელიც მერის პოსტს 5 წელი აიკავებს, ქართულმა ოცნებამ კანდიდატად კიდევ ერთხელ დაასახელა. ეს არის საუკუნის ნამდვილად. ეს იმხელა სიკეთეა, ხან რომ უყურებ, ჩამ სოფლის შვილი ვარ, ასე მგონია, ჩემ სოფელს არ ხდება ესეთი სიკეთე. კიდე სიზმარში მგონია. მხოლოდ ადგილობრივი ბიუჯეტით 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა განხორციელდა და 4 საბავშვო ბაღს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. ეს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მუნიციპალური განვითარების მიერ დაიწყო გასულ წელს 8 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა და 1-ის რეაბილიტაცია. 5 სოფელში უკვე დასრულებულია სკოლა საბავშვო ბაღი თავისი ეზოს პერიმეტრით, სადაც მოწყობილია ბავშვთა გასართობის სივრცეები და ყველანაირი პირობა აქვს ბავშვს. გეგმის მიხედვით კასპს წლის ბოლოს საცურაო აუზი ექნება, რომელსაც ადგილობრივები მრავალი წელი ელოდებოდნენ. მერობის კანდიდატისთვის პრიორიტეტს განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარებასთან ერთად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა წარმოადგენს. ბოლო 5 წელიწადში სულ 100 კილომეტრი გზა დაიგო. კასპის მერი გახდება, იმიტომ რომ ხალხის გვერდზე დგას ყოველთვის. დღესდღეობით გვიგვარდება გზა, კეთდება, ძალიან მოხარული ვარ მეც და მთელი სოფლის მოსახლეობა. და უღრმეს მადლობა ბატონ ვახტანგს. ეხლა მე იმ წელს უკვე წყლის პრობლემას მოგვიგვარებს და გვექნება 64 ჩვენი სოფელი. ვიმყოფებოდით მაღალმთიან სოფელ გომიჯვარში, განსაკუთრებით ყურადღება ექცევა საზღვრისპირა სოფლებს და მაღალმთიან სოფლებს. სოფლამდე მისასვლელი გზები და შიდა გზების მოწესრიგება გვაქვს დაწყებული. გამოწვევა კიდევ უფრო მეტია და შემდეგი წლების განმავლობაშიც, რა თქმა უნდა, მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება მოსახლეობასთან და ყველა იმ პრობლემაზე, რაც აწუხებს ჩვენ მოსახლეობას, გავამახვილებთ ყურადღებას. შიდა ქართლის კიდევ ერთ რაიონში მერობის კანდიდატად გამოცდილი მუნიციპალური კადრი დასახელდა. ქარელის მოქმედი მერი 2013 წლიდან ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტს. ჯერ გამგებლის, მოგვიანებით კი მერის რანგში. მის პერიოდში მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და საგზაო პროექტები განხორციელდა. სულ მუნიციპალიტეტის მასშტაბით 200 კილომეტრის გზა დაიგო. ვინც არ უნდა გააჩეროთ და ამ ხეობაში ერთხელ მაინც არის ადრე ნამყოფი, იცის რომ გზას მოყვა ყველაფერი სიკეთე. ამის ხეობაში ჩვენ წლების წინ დავიწყეთ ინფრასტრუქტურის მეწყობა და მთლიანად ფაქტიურად დასახლებულ პუნქტამდე ბოლო სოფელი გვაქვს, სოფელი ტყემლოვანა, სადაც დასახლებული პუნქტია და იქამდე ვართ ასულები ასფალტირებული გზით. ბევრი ეკლესია მონასტრებია ძამის ხეობაში და ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილია. და ტურისტის მატებასთან დაკავშირებით აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწყობა. ჩვენ ვახორციელებთ ბატეთის ტბის მისასვლელამდე გარეგანათებას. გარდა საგზაო ინფრასტრუქტურისა, მუნიციპალიტეტში საგანმანათლებლო მიმართულებით ბევრი პროექტი განხორციელდა. ზაზაგულიაშვილის ხელმძღვანელობით ქარელში აგარის სკოლასთან არსებული პროფესიული სასწავლებელი დაფუძნდა. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა 24 საბავშვო ბაღს. ამჟამად კი 10-ის მშენებლობა მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 79 სტადიონი და 2 სპორტული კომპლექსი მოეწყო. მერმა მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი დაბა აგარის საჯარო სკოლის სამშენებლო სამუშაოებიც მოინახულა, რომელიც მომავალი სასწავლო წლიდან 500 მოსწავლეს მიიღებს. ქარელში გვინდა ცენტრალური სკოლის რეაბილიტაცია, რაც პროექტი შეძენილი გვაქვს და გავდივართ ექსპერტთან ერთად, ასევე სტადიონის ხელოვნურ-საფარიანი სტადიონის გაკეთებას ვგეგმავთ. შეხვედრებიდან გამოიკვეთა გზების, შიდა საუკუნო გზების ასფალტირება, რასაც დღესაც აქტიურად მუშაობდა, მომდევნო წლებშიც აქტიურად იქნება ეს სამუშაოები ჩატარებული. მოსახლეობასთან შეხვედრით, მოსახლეობასთან ურთიერთობით გამოიკვეთება კიდე პრიორიტეტები, რომელ პრიორიტეტებსაც ჩვენ მათთან ერთად შეთანხმებით გავაკეთებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში. თუ კი რამე დავჭირებია და რაღაცა გასჭირებია დევნილის ჩასახლებებში, ყველაფერი გაკეთებულია ძირითადად. ყველანაირ სოციალურ დახმარებას, რაც ქარელის მუნიციპალიტეტი გააჩნია, ყველანაირ დახმარებას უწევს ჩვენ მოსახლეობა. ქართული ოცნების ახალი სახე პაატა ჩადუნელი 4 ოქტომბერს ხაშურის მერობისთვის იბრძოლებს. კანდიდატი კარგად იცნობს მუნიციპალიტეტისა და მოსახლეობის პრობლემებს და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ მათ მოსაგვარებლად მზად არის. გავიზარდე სოფელ სათივეში, ულამაზეს სოფელში და მე ვიცი რა აწუხებს სოფელში ხალხს. მე მაქვს ამისი ამბიცია და მე ჩემ გუნდთან ერთად დარწმუნებული ვარ, რომ ამას მივაღწევ. ხაშური იქნება თითით საჩვენებელი ქალაქი საქართველოში და არა მარტო საქართველოში. ჩვენთვის ყოველთვის მისაღებია, როცა კანდიდატი არის ადგილობრივი და არ არის სადღაცა 19 იქიდან მოსული. ვინაიდან ეს ადამიანი ამ გარემოში აღზრდილი, იცის ეს ყველაფერი, რაც არის პრობლემა თუ არა პრობლემა, რაც არის ამ სურამთან დაკავშირებული,
იცით რა, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი, მაგრამ თვითონ განწყობა შეხვედრის დროს იყო თბილი, სამუშაო და მომავლის იმედებით ახსავსე. პაატა ჩადუნელს ამბიციური გეგმები აქვს. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სურამისა და ხაშურის მოსახლეობას აქტიურად ხვდება. ეცნობა ადგილობრივების საჭიროებებს და მათ საკუთარ ხედვას თავაზობს. ვეცნობით ხალხის საჭიროებებს, ვეცნობით არსებულ სიტუაციას. მოგეხსენება ძალიან ბევრი პროექტები არის დაწყებული, რომლებიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და გრძელდება კიდევაც. დაწყებული არის რაგბის სტადიონის მშენებლობა, რომელიც დასასრულებელია და აუცილებლად დასრულდება. ასევე დასაწყები არის სურამში კონკრეტულად ცენტრალური გზის რუსთაველის ქუჩის რეაბილიტაცია. ასევე უნდა დავიწყოთ აუცილებლად კულტურის სახლის რეაბილიტაციაც. როცა ადამიანი მოტივირებულია და მასთან შეხვედრის დროს ჩვენ ბევრი ინფრასტრუქტურულ საკითხებზე ვისაუბრეთ, მე უბრალოდ სურამთან დაკავშირებით მისმა გადაწყვეტილებებმა, მისმა საუბარმა დამარწმუნა, რომ მას ბევრი სიკეთის გაკეთება შეუძლია სურამის და ხაშურისათვის. ქართულმა ოცნებამ შიდა ქართლის სამ მუნიციპალიტეტში ხაშურში, ქარელსა და კასპში ადგილობრივი კანდიდატები დაასახელა. ინფრასტრუქტურული პროექტები აჭარაში 2025 წელს 6-ვე მუნიციპალიტეტში რეაბილიტაცია ჩაუტარდა 27 საჯარო სკოლას. წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს 4 სკოლის მშენებლობა და 7-ის რეაბილიტაცია. დამატებით ტენდერია გამოცხადებული კიდევ 14 სკოლის რეაბილიტაციისთვის. აჭარის 10,000-ზე მეტი მოსწავლე სწავლას წელს განახლებულ სკოლებში დაიწყებს. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება სკოლა. გარდან ძალიან ლამაზია და დარწმუნებული ვარ, შიგნიდანაც ძალიან ლამაზი იქნება. დეა ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ახლად გარემონტებულ სკოლაში სწავლის დაწყებას განსაკუთრებული ემოციებით ელოდება. ბათუმის მე-7 საჯარო სკოლის გამაგრებით და სარემონტო სამუშაოებზე 5 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. სრულად შეიცვალა შენობის ფასადი. მოხარული ვარო, განახლებულ სივრცეში მიიწევს სწავლის განახლება. იაუბრებით ყველა ის მოსწავლეს მოხარული იქნება, ვისაც სწავლა სურს, სწავლის ესეთ სივრცეში გაგრძელება მათთვის უნიკალური და мотиваცია იქნება, ესე რომ ვთქვათ, რომ უფრო კარგადაც ისწავლონ. ჩემი სამი შვილი სწავლობს აქ და მიხარია, რომ ასეთ ევროპულ სტანდარტებზე მორგებულ სკოლაში უწევთ სასწავლო პროცესის განახლება. და იმედი მაქვს, რომ ყველა მოსწავლისთვის ეს იქნება мотиваციის ამაღლების, ანუ მოტივირებული იქნებიან უკვე მოსწავლეები, როდესაც ასეთ კარგ სივრცეში მოუწევთ ცოდნის მიღება. მე-7 სკოლა ერთადერთი არ არის, სადაც მოსწავლეებს განახლებული გარემო დახვდებათ. აჭარა ახალ სასწავლო წელს 6-ვე მუნიციპალიტეტში 27 რეაბილიტირებული სკოლით იწყებს. რეგიონში უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები. ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით უზრუნველყოფილი იქნება ყველა მოსწავლე შესაბამისი სახელმძღვანელოებით, კომპიუტერული ტექნიკით, არა მარტო სასკოლო განათლების საფეხურზე, არამედ უმაღლესი განათლების მიმართულებითაც განხორციელდა არაერთი პროექტი. აჭარაში სკოლების რეაბილიტაცია მშენებლობის პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება. მიმდინარე პროექტებზე მთავრობის თავმჯდომარემ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. სასწავლო პროცესი შევხვდებით განახლებული საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურით 2025 წელს. განხორციელდა 6-ვე მუნიციპალიტეტში 27 საჯარო სკოლის სრული და ნაწილობრივი რეაბილიტაცია. ასევე წლის ბოლომდე 4 საჯარო სკოლა და 2 სპორტული დარბაზი მშენებლობა დასრულდება. გვაქვს 7 საჯარო სკოლისარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე, რომლებიც დასრულდება აუცილებლად წლის ბოლომდე. სატენდერო პროცედურები გვაქვს 14 საჯარო სკოლის რეაბილიტაციის შესახებ. ჩვენთვის არის პრიორიტეტი და ძალიან მნიშვნელოვანი, რომ რეგიონში შეიქმნას თანამედროვე სტანდარტების მქონე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურა, სადაც ჩვენი მომავალი თაობა, რა თქმა უნდა, მიიღებს შესაბამის პირობებში განათლებას. განახლებულ სკოლებში სწავლას 10,000-ზე მეტი მოსწავლე დაიწყებს. აჭარას წელს 6,000-მდე პირველ კლასელი ჰყავს. დაკვირვების დასასრულს თბილისის ახალი მულტიფუნქციური სტადიონი კონცეფციაზე მუშაობა გრძელდება. პროცესში UEFA-ს ექსპერტები და საერთაშორისო კომპანიები არიან ჩართულები. მათ შორის არის ჰოლანდიური კომპანია, რომელიც მსოფლიოს 150 სტადიონის პროექტში მონაწილეობდა. თბილისის ახალი სტადიონის მშენებლობით დაინტერესება სხვა საერთაშორისო კომპანიებმაც გამოხატეს. ახალი არენა 70,000 გულშემატკივარზე იქნება გათვლილი და ფეხბურთისა და რაგბის მატჩების გარდა კონცერტებიც გაიმართება.
თბილისის ახალი ეროვნული სტადიონის კონცეფციაზე UEFA-ს ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით საერთაშორისო კომპანიები და ქართველი სპეციალისტები ერთად მუშაობენ. მალე დედაქალაქ 70,000-ზე მეტ გულშემატკივარზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების სპორტული არენა ექნება. მუნიციპალური განვითარების ფონდმა UEFA-ს მეოთხე კატეგორიის მრავალფუნქციური სპორტ კომპლექსის მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა. აღნიშნული ტენდერი დიზაინ ბილდის მეთოდოლოგიით ხდება შესყიდვა, რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე პროექტირების მომზადებას, ხოლო შემდგომ უკვე სამშენებლო სამუშაოებს. შესაბამისად, კონკრეტული ვადები მხოლოდ ამის შემდეგ ასე ვთქვათ დაზუსტდება, თუმცა სავარაუდოდ 4 წელი არის სამშენებლო და საპროექტო ვადა ჯამში. ამ ეტაპზე რაც გამოიკვეთა, უკვე საკმაოდ დიდ ინტერესს იწვევს აღნიშნული შესყიდვა. სტადიონი აეროპორტის მიმდებარედ აშენდება. პროცესში აქტიურად არის ჩართული ჰოლანდიური საკონსულტაციო კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია სპორტული ინფრასტრუქტურისა და სტადიონების ინდუსტრიის შექმნის მიმართულებით. პროცესში ამ წლის დასაწყისიდან ვართ ჩართულები. ვეხმარებით MDF-ს ტექნიკურ ფინანსური შესწავლის გაკეთებაში სტადიონისთვის. ვაგვირდებით ანალიზებს, ვაგვირდებით 3 სხვადასხვა ვარიანტს ეროვნული სტადიონისთვის. ვსწავლობთ იმ კრიტერიუმებს, რომელსაც სტადიონის თანამშრომლები უნდა აკმაყოფილებდნენ, ასევე დიზაინსა და იერსახეს. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ჩვენ ჩართული ვიქნებით სტადიონის შენების პროცესში. ჩვენ ჯგუფსა და კომპანიას 150-ზე მეტ პროექტზე უმუშავია მთელი მსოფლიოს გარშემო, მათ შორის UEFA-სთან და FIFA-სთან, ისეთი პროექტებისთვის, როგორიცაა მსოფლიო ჩემპიონატი. ახალი ეროვნული სტადიონი იქნება მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც უმასპინძლებს როგორც საერთაშორისო სპორტულ ჩემპიონატებს, ისე კონცერტებსა და სხვა მასშტაბურ ღონისძიებებს. შესაძლებლობას მოგცემს საქართველოს უმასპინძლოს საფეხბურთო და სარაგბო უმაღლესი რანგის საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებს. ეს არის უნიკალური შესაძლებლობა იმ სპორტის სახეობების განვითარებისათვის და აგრეთვე სპორტული ტურიზმის განვითარებისათვის, რომელიც ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. საქართველოს იძენს ახალ ფუნქციას, ეს რეგიონში ხდება სპორტული და კულტურული ღონისძიებების ცენტრი და ამ პირობებში, როდესაც სულ გვაქვს თბილისში 2 მსხვილი სტადიონი, ერთი არის მიხეილ მესხის და ის მცირე მაყურებელს იტევს, მეორე დინამოსი, რომელიც სარეაბილიტაციო და მოგახსენებათ ის იჯარით არის წლებით გაცემული. ამავდროულად ბევრი პრობლემა იქნება, იმიტომ რომ ეს სტადიონები მდებარეობენ ქალაქის ცენტრში. რა თქმა უნდა, საშური და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დიდი მასშტაბური თანამედროვე სტანდარტების სტადიონი აშენდეს, რაც პრემიერ-მინისტრის ინიციატივა იყო გაჟღერებული. პროექტის შესრულების ვადა გაწერილია 4 წელზე. ახალი ეროვნული სტადიონი თბილისის საერთაშორისო სპორტულ რუკაზე უფრო მკაფიოდ წარმოაჩენს. ასეთი იყო დღევანდელი დღე 27 აგვისტო და კურიერი 9 საათზე თქვენ გელით ლაშა დვალიშვილის მიმოხილვა ევრობასკეტიდან, რომელიც დღეს გაიხსნა. მე კი დღეს ამით ვასრულებ მუშაობას და ხვალამდე გემშვიდობით. ნახვამდის.